გამარჯობა მეგობრებო, რამდენიმე საათიღა გვაშორებს სეზონის გახსნასთან და ლივერპულის პირველ მატჩთან, რომელიც ენფილდზე გაიმართება ბორნმუთის წინააღმდეგ. და დღეს მინდა გესაუბროთ სტატიაზე, რომელიც გამოქვეყნდა ლივერპულის ოფიციალურ საიტზე, რომელიც ეხება ალისონისა და მამარდაშვილის ტანდემს და არა კონკურენციას და ამის შესახებ ისაუბრა ლივერპულის ლეგენდამ, მეკარემ პოლონელმა ჯერზი დუდეკმა, რომელიც თავის დროზე იყო მონაწილე ეგრეთ წოდებული სტამბულის სასწაულისა, ანუ Istanbul Miracle, რომელიც 2005 წელს მოხდა და უბრალოდ მოახდინეს ლივერპულის ფეხბურთელებმა და ფინალში ჩემპიონთა ლიგის მილანის წინააღმდეგ 3-0 აგებდნენ პირველ ტაიმში და შემოატრიალეს ეს თამაში 3-3 დამთავრდა. ჯერზი დუდეკმა მაშინ ერთი ძალიან მაგარი სეივის გააკეთა. არა მარტო ერთი, მაგრამ ერთია ეს ლეგენდარული სეივი, რომელმაც ბოლომდე მიიყვანა საქმე და შემდეგ უკვე პენალტების სერიაში დამარცხდა მილანი. შედეგად ლივერპულმა მოიპოვა მეხუთე ტიტული ჩემპიონთა ლიგის და ეს ადამიანი საუბრობდა მამარდაშვილისა და ალისონის ტანდემზე და თანამშრომლობაზე, იმაზე თუ როგორ უნდა ისარგებლოს, ასე ვთქვათ, მამარდაშვილმა ამ შესაძლებლობით, რომ საკუთარი შესაძლებლობები უფრო მეტად გაზარდოს, უფრო მეტად გამოავლინოს და გარდა საკუთარი თავისა და თავისი პოტენციალის განვითარებისა, ასევე ალისონს დაეხმაროს, რომ მწვერვალებისკენ გადადგას ნაბიჯები, იმიტომ რომ იმისთვის, რომ ლივერპულმა მიაღწიოს იმას, რისი ამბიციაც აქვს ამ კლუბს, საჭირო არის, რა თქმა უნდა, რომ ყველა პოზიციაზე თუნდაც მეორე ნომრად ან შემცვლელად, რომელიმე პოზიციაზე მოთამაშე ადამიანისა იყოს უმაღლესი დონის ფეხბურთელი და სწორედ ამაზე ლაპარაკობდა ჯერზი დუდეკი ამ სტატიაში და ამ ინტერვიუში და ვეცდები რომ ეხა მოკლე შინაარსი მოგიყვეთ ამ ყველაფრის. ხო, პირველ რიგში გეტყვით რომ ალისონის და მამარდაშვილის და ზოგადად პირველი გუნდის მეკარეების მწვრთნელი იქნება ჩავი ბოლერო, რომელიც ლივერპულში მანამდეც მუშაობდა რაფა ბენიტესთან ერთად და შემდეგ მასთან ერთად ასევე იმუშავა ინტერში, ნაპოლიში, მადრიდის რეალში და შესაბამისად ძალიან გამოცდილი მწვრთნელი არის, რომელიც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს მამარდაშვილს იმაში, რომ უფრო მეტად განვითარდეს და ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება, რომ ჩვენი ახალგაზრდა მეკარე, რომელსაც მთელი კარიერა წინა აქვს, რაც შეიძლება მაგარ და კარგ და გამოცდილ მწვრთნელებთან მუშაობდეს ისეთი დონის გუნდში, როგორიც არის ლივერპული და ეს ადამიანი სწორედ ამას განაპირობებს მის კარიერაში. ჯერზი დუდეკი, როდესაც საუბრობდა აი ამ პირობებზე და ზოგადად ლივერპულში არსებულ სიტუაციაზე, ის ამბობს, რომ ლივერპულს ეხა აქვს შესაშური სიტუაცია, იმიტომ რომ ყველა პოზიციაზე, მათ შორის როგორც აღნიშნე, მეორე ნომრად თამაშობს ისეთი კლასის და ისეთი დონის ფეხბურთელი, რომ რამე რო იყოს და უცებ ვიღაცის შეცვლა გახდეს საჭირო, ამ შემთხვევაში პრობლემა ზოგადად გუნდს არ შეექმნება. და რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ფეხბურთი ეს არის გუნდური სპორტი და მნიშვნელოვანი არის, რომ გუნდმა მოიგოს და გუნდმა რომ მოიგოს ტიტული იქნება თუ თამაში იქნება, საჭირო არის, რომ ყველა პოზიცია იყოს დაზღვეული და იმედი ჰქონდეს მწვრთნელს და დანარჩენ გუნდს იმ ადამიანისა, ვისაც თქვა მოუწევს თამაში ამა თუ იმ დღეს თუ ამა თუ იმ ტურნირზე და შესაბამისად აი ჯერზი დუდეკის თქმით ეს სიტუაცია ტრანსფერების მხრივ, იმ გუნდის და მწვრთნელების მხრივ და იმ პროექტის მშენებლობის მხრივ, რაც ახლა ლივერპულში არის, ეს არის შესაშური სიტუაცია. სეზონი არის ძალიან გრძელი. ლივერპულს მოუწევს როგორც ესეთი 4 ტურნირზე თამაში, ეს იქნება პრემიერ ლიგა, 2 საშინაო თასი და 1 ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, ეს არის მსოფლიო ჩემპიონატის წინარე წელი, შესარჩევი მატჩები მოუწევთ ყველა მოთამაშეს, აბსოლუტურად მათ შორის ალისონს მოუწევს ბრაზილიასთან ერთად თამაში. მისთვისაც მნიშვნელოვანია ის, რომ მაღალ დონეზე იყოს და ვთქვათ რაღაც მომენტში იქ თუ რაღაც პრობლემა ექნება ტრამვის გამიზეზების ან საფრთხის, ვთქვათ დაასვენონ, რომ როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, ყველანი მზად იყვნენ ამისთვის, თამაშით საჭირო რა თქმა უნდა და ზომიერებაც საჭირო არის იმისთვის, რომ ბოლოს ზაფხულისთვის ყველანი მზად იყვნენ. შესაბამისად, ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველასთვის და აი ზუსტად ამაზე საუბრობს ჯერზი დუდეკი, რომ თქვენ მათ შორის გულშემატკივრებმაც ესე უნდა აღვიქვათ ის, რომ მე ძალიან კარგად მესმის, რომ ის გულშემატკივარი, რომელიც ლივერპულში წამოყვა მამარდაშვილს და ყველას გვინდა, რომ მამარდაშვილმა ყველა თამაში ითამაშოს ხვალვე, უნდა გვესმოდეს, რომ როგორც არაერთხელ აღვნიშნე წინა ვიდეოებში, მომავალი ზოგადად ამ ადამიანზე იქნება დაფუძნებული და ის არის მომავლის პროექტის ძალიან დიდი ნაწილი და ამ შემთხვევაში აწმყოსიც, იმიტომ რომ ზუსტად ეს კონკურენცია გარდა იმისა, რომ ერთმანეთს უნდა წაეხმარონ, რომ უფრო მეტად წარმოაჩინოს ვიღაცამ თავი და ვიღაცამ უნდა აჯობოს ვარჯიშზე და თავი წარმოაჩინოს, რომ კარგად თამაშობს და ასე შემდეგ, იმისთვის რომ პოზიცია არ დაკარგოს, ეს კონკურენცია კი არ არის ჯერზი დუდეკის თქმით, არამედ ეს არის
ტანდემი იმისთვის, რომ ამ ორმა ადამიანმა ერთმანეთი რაც შეიძლება მაღალ დონეზე აწიოს, აი ამ თანამშრომლობით და ეს კონკურენცია აქციონ აი ამ სიმბიოზად, რომელიც მათ ორივეს კიდევ უფრო მაღალ მწვერვალებზე აიყვანს. მე ამაზე წინა ვიდეოშიც ვისაუბრე და ეს სიახლე არავისთვის არ არის და დუდეკმაც ისაუბრა ამ თემაზე, რომ პრემიერ ლიგაში არის განსხვავებული ტემპი, განსხვავებული დაწოლა არის შეტევის მხრიდან მეკარეზე და ამაზე შეგუება მოუწევს მამარდაშვილს და იქ თავისთავად ალისონის გამოცდილება და ალისონის ღვაწლი ბევრს ნიშნავს. ამ ყველაფერთან ვარჯიშით და ამ ადამიანის გამოცდილების მიიღება და მასთან ერთად ვარჯიში, მწვრთნელთან ერთად ვარჯიში, გუნდთან ერთად ვარჯიში, აი ამ გამოცდილების მიიღება, რა თქმა უნდა, გიორგის დაეხმარება იმაში, რომ უფრო მეტად წაიწიოს წინ და შესაბამისად, როდესაც ის საბოლოოდ გადაიბარებს ლივერპულის კარს, ის იყოს ღირსეული შემცვლელი, ისეთი ლეგენდარული მეკარისა, როგორიც არის ალისონი და ზოგადად ეხლა რო გითხრათ პრემიერ ლიგაზე, აი მაგალითისთვის მოვიყვანთ, ხა ცოტა ხნის წინ ვუყურებდი ტროიდინი ყავდა აკინფევას თავის პოდკასტში და ტროიდინი იხსენებდა, ეს არის უოტფორდის ლეგენდარული თავდასხმელი, რომ იმ უოტფორდისა, რომელშიც ჩაკვეტაძე თამაშობს ახლა და ის იხსენებდა თავის პირველ თამაშს პრემიერ ლიგაში, როდესაც მოუწია 2015 წელს ევერტონის წინააღმდეგ თამაში და აქ ლაპარაკია ევერტონზე. ხო და ის ამბობს, რომ მეო გამოვედიო მოედანზეო და წინა 3 სეზონიო ჩემპიონშიპში 20 გოლზე მეტი მქონა გატანილი ყველა სეზონშიო რა. და ვიფიქრეო, რომ რა მოხდაო ეხა ერთი ლიგით ზემოთ არისო და აქაცო გავიტანო და დაახლოებით 20 წუთის მერე საკუთარ თავში ეჭუ შემეპარა, რომ საერთოდ ვარგი ვარ თუ არა ფეხბურთისთვის, ამ გუნდისთვის და ამ ჩემპიონატისთვისო, იმიტომ რომ აი ესე დაბზუილობენ და ისე დარბოდენ და ისე დამახვიესო თავბრუ ევერტონის ფეხბურთელებმაო, რომ ვიფიქრეო, რომ 5 გოლი რო გავიტანო წელსო ამ სეზონში ძალიან მაგარი შედეგი იქნებაო. ასევე გავიხსენებ მარკ ნობლის ერთ-ერთ ინტერვიუს, ის ინტერვიუ სამწუხაროდ ვერ ვიპოვე და ვიდეოს ვერ ჩავაგდებ ლინკად, მაგრამ მახსოვს, რომ ის იხსენებდა ოლდ ტრაფორდზე თამაშს, როდესაც ვესტჰემის რიგებში გამოდიოდა, მარკ ნობლი არის ვესტჰემის ლეგენდა და ის ამბობს, რომ აი ძალიან კარგად თამაშობდითო რა, ბურთსაც ვაგორავებდით, პასები, რაღაცა შეთამაშებულები ვიყავით, თითქოს ვუტევდითო, პრესინგსაც ვუძლებდითო, თვითონაც ვპრესავდითო და მე უცებ ბემ რაღაცა მოხდებოდა და ერთ გოლს გაიტანდნენო და უცებ ყველაფერი მთელი თამაში შემოტრიალდებოდა და მე გახვიდოდი მოედნიდან, თამაში დამთავრებოდა, X goals ასისტები აქვს, ვიღაცას გოლები აქვს გატანილი, სტატისტიკას ჩახედავ და ნახავ, რომ უი, და არც თუ ისე ცუდად გვითამაშია, კარშიც დავარტყით, ბურთის ფლობა ნორმალური პროცენტი ვქონა, შეიძლება მეტიც ვქონოდა და კმაყოფილი იყავი საკუთარი თამაშით და იმ შრომით, რაც მინდორზე დატოვე, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოდიოდი და წაგებული იყავი ისე, რომ ვერც კი მივხვდი როგორ მოგიგესო. ეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვინც არ იცნობთ პრემიერ ლიგას, აი ამ დონეზე და აი ამ დონეში მოდის მამარდაშვილი, როგორც მომავლის პროექტის ნომერ პირველი მეკარე და როგორც უკვე აღვნიშნე, ის უკვე თავისი ხელთათმანებით და ბეჭებით მოუწევს მას, რომ ლივერპულის ეს მომავლის პროექტი ატაროს. თან მოდის არა რაღაცა ისეთ გუნდში რა, სადაც ეხლა რავი ბორნმუთში რომ მოდიოდეს და ევერტონში მერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ვესტჰემში ან სადმე ეგეთ გუნდში ძალიან მაგრა გაგვიხარდებოდა, მაგრამ მოდის ისეთ გუნდში, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ მოიგოს ყველაფერი. დიდი ისტორიის მქონე გუნდი 20 ტიტული აქვს მოგებული, წელს უნდა რომ ეს რეკორდი გაუმჯობესოს და 21 ტიტული მოიგოს და ამ ესეთ გუნდში მოვიდა მამარდაშვილი, ესეთ საფეხბურთო ჩემპიონატში მოვიდა მამარდაშვილი და სწორედ აი ესეთ გუნდში და ესეთ ჩემპიონატში და ამ დონეზე წარმატების მიღწევა თუ გვინდა ჩვენ და თავისთავად ცხადია მას ყველაზე მეტად ენდომება ეს და ჩვენ როგორც გულშემატკივარს გვინდა რომ დავინახოთ მისი ეს წარმატება, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ აი ამ ყველაფერში რასაც დუდეკი ამბობს, ეს კონკურენცია უნდა იქცეს სიმბიოზად, ტანდემად, პარტნიორობად, სადაც ეს ადამიანები ერთმანეთს აიყვანენ მწვერვალებზე და მეცხრე ცაზე, როგორც სიხარულით, ასევე თავისი პროფესიონალიზმით. მოკლედ, აი ამ ყველაფრის მოყოლა მინდოდა თქვენთვის, ძალიან მომეწონა მისი ეს შეფასებები და ჩემი აზრით, კარგად ასახავს და კარგად გაგვაგებინებს მით უმეტეს იმ გულშემატკივარს, რომელსაც შეიძლება რაღაც მომენტში არ ესმოდეს, რომ შეიძლება რატომ არ ათამაშებდნენ ეხა მამარდაშვილს ეგრევე. ამიტომ საჭიროა, რომ აი ეს ყველაფერი აღვიქვათ, სად მოვიდა და რა მომავალი ელოდება წინ გიორგის, რომელიც ჩემი აზრით
არის ძალიან ნათელი და წინა ვიდეოში ისიც კი ვთქვი, რომ საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ, რომ ენფილდზე ძეგლსაც კი დაუდგამენ. ხო და მოკლედ აი ამის შესახებ მინდოდა მესაუბრა, რამდენიმე საათში დაიწყება პირველი თამაში ლივერპული ბორნმუთი ენფილდზე და წარმატებებს უსურვებ ჩვენ გუნდს, წარმატებებს უსურვებ გიორგი მამარდაშვილს და იმედია, რომ ყველაფერს ისევ ნახავთ ამ სეზონში, როგორც ყველას გვინდა Manchester United-ის ფანების გარდა, რა თქმა უნდა. იმედია ისე არ ვნახავთ რაღაცეებს, როგორც Manchester United-ის ფანებს უნდათ. იმედია ისე ვნახავთ ყველაფერს, როგორც ჩვენ გვინდა. დიდი მადლობა, გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ, დააკომენტეთ და გადააზიარეთ კიდევაც თუ გინდათ. მადლობა.